განხილვით მოვედით, ესე იგი, თავარი კითხვა ყოველთვის არის, რომელი დრონი არის რეკომენდებული დამწყები პილოტებისთვის. სწორედ ამიტომ Zoom-ერმა გასატესტად გამოგვიგზავნა DJI Mini 5 Pro. ეს დრონი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მჭირდება მოგზაურობებისას პატარა დრონი. Mini 5 Pro იწონის 250 გრამს, რაც ნიშნავს ევროკავშირში ბევრი შეზღუდვების გარეშე ფრენას. ეს შესაძლებლობას გაძლევს, რომ გადაიღოს შენი მოგზაურობა, არ გჭირდება რამე განსაკუთრებული ლიცენზია ან ნებართვა, რაც დამეთანხმებით, რომ მოგზაურობების დროს ძალიან დიდი ბენეფიტი არის. განსხვავებით ჩემი დრონისგან, რომელიც არის DJI Mavic 4 Pro. როგორც ხედავთ, უზარმაზარი დრონია და საქართველოშიც კი გჭირდება ლიცენზია ფრენისთვის. კიდევ ერთი უპირატესობა, რაც ამ დრონს აქვს, არის მისი ზომა. შეუულებრივად შეგიძლია ჯიბეში ჩაიდო და წახვიდე სამოგზაუროდ, რაც Mavic-ის შემთხვევაში შეუძლებელია, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ორჯერ უფრო დიდი არის. გადაღების მხრივ Mavic-ს უფრო დიდი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ Mini 5 Pro-შიც 1-ინჩიანი სენსორი ჩადეს და შეგვიძლია რომ გადავიღოთ ძალიან კარგი ხარისხის კადრები, ასევე აქვს 10-ბიტიანი ფერების ჩაწერის შესაძლებლობა. Minis Mavic-ისგან განსხვავებით არ აქვს zoom ლინზები, მაგრამ შესაძლებელია 2x ციფრული ზუმით გადაღება, Mavic-ის შემთხვევაში კი გვაქვს 2.5x და ასევე 6x zoom ლინზები. ასევე ფრენის დრო სტანდარტული ბატარეით არის 36 წუთამდე, მაგრამ შესაძლებელია უფრო ძლიერი ბატარეის გამოყენებაც, რომელიც 52 წუთამდე გასდის ფრენის დროს, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი დრო არის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ როცა ძლიერ ბატარეას იყენებ, დრონის წონა 300 გრამამდე ადის. რომ შევაჯამოთ, DJI Mini 5 Pro არის ძალიან კომპაქტური, უმსუბუქესი, ხელმისაწვდომი, გაძლევს ძალიან კარგი ხარისხის კადრს და გარიდებს ძალიან ბევრ პრობლემას მოგზაურობისას. სწორედ ამიტომ ჩემი აზრით არის ყველაზე კარგი გამოსავალი დამწყები პილოტებისთვის, რომ ისწავლოთ ფრენა და გადაიღოთ თქვენი მოგზაურობა. ცოტა პრაქტიკაზეც რო ვისაუბროთ, პირველ რიგში გჭირდება დრონის მოძრაობის კონტროლი და მისი მართვა. ასეთი დრონები არ საჭიროებს რამე განსაკუთრებულ სწავლებას, რადგან ყველა უსაფრთხოების ზომა მაშინ ჩაშენებული არის. გულისხმობ სენსორებს, რათა თავი დაიცვა თუ ეც არის შეჯახებისგან. მაგრამ მიუხედავად ამისა, აუცილებელია პირველი ფრენები გაშლის სივრცეში განახორციელოთ, სადაც ადამიანები არ არიან. გადაღებისას ეცადეთ შედარებით ნელა იფრინოთ, ეს კადრს უფრო ნახვაც და ლამაზ გახდის. სწრაფი მოძრაობა მხოლოდ მაშინ გჭირდება, როცა გჭირდება მეტი დინამიკა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს უფრო დიდი რისკია შეჯახება მოხდეს და უფრო მეტი გამოცდილება გჭირდება. სად გადაიღო მოძრაობა ობიექტზე ფოკუსით. მაგალითად, როცა ადამიანი ან მანქანა ნელა მიდის, შენ კი ზემოდან მიყვები ნელა ფრენით. ასე ჩნდება სივრცის აღქმა, რაც დამწყებებს ხშირად აკლიათ. თითების მსგავსი მოძრაობით შეგიძლიათ შტამპეშტავი კადრების გადაღება. დაიმახსოვრე, შუქი ძალიან მნიშვნელოვანია. დილით მზის ამოსვლისას და საღამოს მზის ჩასვლისას საუკეთესო დროა გადაღებისთვის. ამ დროს მზე დაბლა არის და ოქროსფრად ანათებს. ამიტომ შენი კადრებით შტამპეშტავი გამოვა.